მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს კვირაა და რა თქმა უნდა თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ გადაცემას ანეკდოტების შოუ. მე პაატა გულიაშვილი ვარ და რა თქმა უნდა დღესაც შევეცადეთ და მე მგონი გამოგვივიდა კიდეც საინტერესო ძალიან მაგარი ნიჭიერი ადამიანები მოვიწვიეთ სტუმრად. მას ასე მე მინდა წარმოგიდგინოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტთა ანსამბლის სულიკოს წევრები ივანე გალუაშვილი და თამაზ საგინაძე. ივანე გალუაშვილი და თამაზ საგინაძე ოპერის სოლისტებისაგან შემდგარი ანსამბლ სულიკოს წევრები არიან. ანსამბლ სულიკოს გულამოსკვნილი ვეძებდით ჩვენთან მოსაწვევად. შემდეგ მიუხვათ ყბილეთ და ვკითხეთ სტუმრად ხმარ მოგწანდებით ანეკდოტების შოუში თქო. ოპერის მგოსნებმა ერთად შეიფრთხიალეს და თვითხრეს დიახ, დიახო. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო, დღეს თქვენთვის იხუმრებს სულიკო. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა. უყურეთ გადაცემას ბოლომდე და გპირდებით აუცილებლად ჩაიცინ ხითებთ. გადარჩენი კი გადაცემაში. მობრძანდით, აი გამარჯობა. მოგესალმებით, დაბრძანდით. ესე იგი, რამდენჯერ მქონდა მცდელობა, რომ მობრძანებულიყავით ჩემთან, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ხვდები, გასტროლია, მეტსახიობი ვარ. უცრელობა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მობრძან. ძალიან გვიხარია. როგორ არის საქმე თეატრში, თქვენ ცხოვრებაში, რა ხდება? კარგად, ყველაფერი მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, სპექტაკლები, გვაქვს ღონისძიებები, გასტროლები და შემოქმედებით ცხოვრება. ასე შენებ. დალევა? მუშაობ. კაი, ეხლა ჩვენი ამბავი ისეთი არის, ცხოვრებას გულისხმობ, რომ თუ ცოტა არ გადააყოლე, ხელოვანი ადამიანები და განსაკუთრებით თეატრის მიმართულები და განსაკუთრებით ოპერაში ყოველთვის იყო ეს ამბავი, იმიტომ რომ ახლა კაი, ამინდა რომ დააგრუხუნებ ისეთ სიმღერას, ამას ჭირდება ენერგია, ამბავი და ვინ ლიდერობს დალევაში, ვანიკო? მართლა? მე მიწევს ხოლმე, თორე ისე ლიდერი სხვა ყავს, უფრო მეცვავს. ხო არა? ესე იგი, იწევთ რას ნიშნავს? აი, მაგაშია საქმე, რომ ის გარემო და წრე, რომელიც გარს მარტყია, მოშვენებას არ მაძლევს და ხან ერთ სუფრაზე ვარ, ხან მეორეზე. ამას ეს პერიოდი გრაფიკი ქონდა ჩამოწერილი ხოლმე, ხვალი, გზეგი, მაზეგი. ორი კვირით ადრე ვეწერებოდი. ესე იგი, იმდენი კაი რაღაცები ხა ინტერნეტის საშუალებით რა. ბევრი ვიდეოები იდება თქვენი გასტროლების შესახებ, რა ვიცი, კურიოზები მილიონი რამე და თვითონაც აი ატმოსფერო მაგალითად თქვენი თეატრის და იქ რაღაცა უფრო გაცილებით ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა ისეთი ამბები, საინტერესო იუმორის თვალსაზრისით. ეხლა როცა დათო საყვარელიძე იყო თქვენთან ხელმძღვანელი, ხო იყო რაღაც პერიოდი და დიდი პერიოდი. მაშინ გააკეთა იმ პერიოდში ჩვენთან რუსთაველის თეატრში ოლივერი. ძალიან კაი რაღაცებს გვიყვებოდა ხოლმე. ეხლა თქვენ სოლისტები გასაგებია, იქ კიდე ორკესტრის ამბავია და არის მთელი კურიოზები და ამბავი. ეხლა ჩვენ მსახიობური მიმდევრობით ვაძლევთ თავისუფლებას ვიმღეროთ და ეხლა მეტი რაც შეგვიძლია და ესეთი პირველად მოგვიწია ორკესტრთან ერთად სიმღერა ლაივში. ხო და არ მინდა ეხლა სახელი და გვარი თქვა და ვერ იწყებდა ტაქტზე შესვლას რა. ეხლა მოგეცნებათ ძალიან რთულია რა, ღელვასთან ერთად სიტყვა, მაგრამ თუ ვერ დაიწყე, რა ვიცი. ხო და ესეთი რაღაც ჯოხი მეჭირა, მისტერ ბამბლს თამაშობდი რა და იცი რა ქენიო დაუბრახუნეო რა და მერე შევაო. და ხან ადრე უბრახუნებდი. ხან რომ გაივლი და ის ტაქტი მერე და აბა, გაზე ჩოლო იყო მაშინ.
დირიჟორი, პირველი სადირიჟორი იყო და მოკლედ ძალიან დიდი კურიოზი იყო და ასე ვთქვათ, გაჩალიჩება იქნება ხოლმე და მე ჩვენთანაც ხან ერთმანეთს ვეუბნებით შენი დროა, შედი დროს და შევა და დგას ხოლმე სცენაზე მუშაობ ვიღებთ. ხო. არა, ეგენი უმაგისობა არ არის. კი ბატონო, ახლავს ახლა ამბავია და იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით თქვენი ისტორიები იქნება დღეს